გამარჯობა, ესე იგი ეს არის ჩემი Polo GTI, რომელიც უკვე 2 თვეა მყავს, 2 თვეა ჩამოვიდა იაპონიიდან და გავიარე დაახლოებით 2000 კილომეტრი. გამბაჟდა, თავიდან ვაპირებდი გაყიდვას, ცოტა ხანი მეთქი მეყოლება, მე გავყიდი, მაგრამ იმდენად კარგი მანქანაა და იმდენად სასიამოვნო სამართავია, რომ დავიტოვე და სხვა მანქანისკენ გახედვა აღარც მინდა, Mazda-ს უკვე დაედო მტვერი. ერთადერთი მინუსი რაც აქვს ამ მანქანას არის საბურავები. ესე იგი ამ მანქანას აქვს 320 ნიუტონ-მეტრი და 200 ცხენის ძალა და წინა წამყვანისთვის, პატარა მანქანისთვის საკმაოდ ესეთი 320 ნიუტონ-მეტრი საკმაოდ ბევრია და მოჭიდება უჭირს. ბუქსაობს, ასევე ცოტა უხეშია, ეს სირბილე რაც უნდა კონდეს საბურავს არ აქვს და ამიტომ გადავწყვეტე რომ შევცვლი. საბურავს რაც შეეხება, გარეგნულად კარგად გამოიყურება, პროტექტორიც აი საკმაოდ დიდი აქვს, თუმცა აი გვერდებზე აქვს დამსკდარი და ხეთქილია და ეტყობა რომ ძველი საბურავია. წავალთ ახლა, ამით ჯერ გავიგებ ამის აჩქარებას, როგორ აჩქარდება 0-100, 402 მეტრი და შემდეგ უკვე შევადარებთ ახალ საბურავს რამდენად დიდი სხვაობა გვექნება. წავედით. ესე იგი მოვედი, ნახავ ახლა ძველი საბურავებით როგორ აჩქარდება, 0-100, 402 მეტრი და ტემპერატურა კარგია, 21 გრადუსია. და ზუსტად იგივე გზაზე ვნახავ მე უკვე ახალი საბურავებითაც. 6.2, 6.3-ია 0-100 საუკეთესო დრო, რაც ამ მანქანით გამისინჯავს, მაგრამ ბოლოსდაც ვცადოთ, ნახოთ, იმიტომ რომ დღეს იგივე პირობებში, იგივე გზაზე, იგივე ტემპერატურაზე ვნახავ უკვე ახალი საბურავით და უკვე უფრო კარგად გავიგებთ სხვაობას. კაი, წავედი ხა. გადავიტანოთ სპორტში, მოცურების საწინააღმდეგო გამორთოთ. ასთავარია დრაგი მზად არის. გდავდებ. ჩართულია და უკვე შეგვიძლია რომ დავიძრათ. წავიდა. სუდი დრო არ არის, მაგრამ მეორეს უნდა ვსადოთ რა თქმა უნდა. აი ეს უკვე ძალიან მაგარი დრო. 0-100, 6 და 14 1/4 მილიონი 402 მეტრი 14-10. ხო, ეს უკვე ძალიან კარგი დროა, ესე იგი ეს უკვე კარგი დროა 14-10 402 მეტრი ძალიან მაგარი დროა ამ მანქანისთვის და ახალი საბურავით შეიძლება 13-იც დავაწერინოთ 13 და 90 მაგალითად. ძალიან კარგი დროა. მოკლედ ახალი საბურავები დავაყენე და დავძარი კიდევაც ერთხელ ვნახე, ავჩქარდი და ბევრად კარგი დრო დაწერა ვიდრე ძველი საბურავით. თუმცა გადაღება დამავიწყდა. ახლა ახლიდან უნდა გადავიღო. აი ეს არის 0-100, 6.09, 402 მეტრი 14-06. ძალიან კარგი დროა. ძალიან მაგარი დროა, მაგრამ მოდი ერთიც ვცადოთ, ძალიან მინდა რომ არ ვიცი 5 და რამეს თუ დაწერს, 5 და 9-ს 0-100 და 1/4 მილი 402 მეტრი 13 და რამეს თუ დაწერს, იქნება ძალიან კარგი. 5 და 9 მინდა რომ დაწეროს, მაგრამ არ ვიცი რამდენად დაწერს. აი, მოვცადოთ. წავიდა. არა, ეს უარესი
იყო 6.27. იქი და რაღაც უფრო კარგად დაიძრა, ეხა ბევრი იბუქსავა, მაგრამ არა უშავს კიდევ ცდი. ისევ იგივე დრო, რაც წეღან, ზუსტად იგივე. აი, ხუთს ვეთამაშები, მაგრამ ვერა და ვერ. თუმცა უკეთესობა არის. რაც იყო ჩვენი მიზანი, ეგ შესრულებულია, ოღონდ ნახევრად. ესე იგი 0-100 5 და რაღაც ვერ დაწერა, დაწერა 602, მაგრამ 402 მეტრი დაწერა 13.94. ძალიან მაგარი დროა. 13.94. Polo GTI. სტოკი 100%-ით ქარხნული. ეხა ისეთ მუღამში ვარ, რომ მინდა კიდე ერთხელ ვცადო და ვნახოთ, აბა ერთი კიდევ ვცადოთ. ეს უკვე მეორე დამემართა, რომ დამავიწყდა დამეჭირა გადაღებას და დავაფიქსირე ყველაზე კარგი დრო 5 და 97. ანუ 0-100 5 და 97 რა. საუკეთესო დროა ეს ამ მანქანისთვის. ძველსა და ახალ საბურავ შორის დაახლოებით 0 და 2-ია სხვაობა წამი და რაც თავარია რეალურად იგრძნობა რა ეს სხვაობა დაბალ სიჩქარეზე ჩარჭერისას უკვე იმდანად აღარ აბუქსავებს და ეჭირება მანქანა. ხმაურშიც და მოჭიდებაშიც უკვე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. ეგაა და ეგ რა.